ოთხშაბათ საღამოს. ის, რასაც ვერ წაიკითხავ ენციკლოპედიაში და ვერ იპოვი ტურისტულ გზამკვლევში. დაინახე უცხო სამყარო კატოს სტუმრის თვალით. არ გამოტოვოთ კატოს ინტელექტუალური საღამოები 11:15 წუთზე. საღამოშვიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოები. საეთერო სტუდიაში მუშაობთ ძამყონი კატო და ხმის რეჟისორი დიმიტრი ლომიძე. ჩვენ დღევანდელი დესტინაცია ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო, სადაც გაგვიძღებიან მარია მიქიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია მარიანის დირექტორი და მაია ჯავახიშვილი, ნეიროფსიქოლოგი. საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. როგორ მოხვდით თქვენ თავიდან ოსლოში? ეს არ იყო ჩვეულებრივი თქვენი ვიზიტი, ეს იყო რაღაც ხანგრძლივი ორწლიანი თქვენი ყოფა აქ ამ ქალაქში. ეს სასწავლო ვიზიტი იყო. მე და მარიამი ორივენი ერთ და იგივე პროგრამით მოვხვდით იქ. ორწლიანი სასწავლო პროგრამა იყო ოსლოს უნივერსიტეტში. მოგეწონათ? კი, ნამდვილად დამეშტავე და დასამახსოვრებელი 2 წელი გავატარეთ. კეთილი, მოდით მაშინ დავიწყოთ იქიდან, თუ როგორია თვითონ ამ ქალაქის ატმოსფეროსთან შეგუება, რამდენად ესეთი ქალაქი, რომელიც თავის თავთან გიღებს, იმიტომ რომ არის ქალაქები, რომლებიც ყველა შემოხვედრს არ იკრავენ გულში. ოსლოს რამდენად ახასიათებს ეს? მარიამ, თქვენ? რაც შეეხება, თქვენ საუბრობთ უშუალოდ ატმოსფეროზე, როგორც ადამიანების დამოკიდებულებაზე თუ კლიმატზე, ასე ვთქვათ. აი, თქვენ როგორც გენებოთ, ისე მოატრიალეთ ეს კითხვა, არანაირი შეზღუდვა. კარგი, მაშინ ორივე ვარიანტს უპასუხებ. პირველ რიგში ადამიანებსაც შეეხებათ, მე ვთვლი, რომ ძალიან თბილი და საყვარელი ხალხია. ძალიან უბრალოები და უშუალოები არიან. ალბათ ჩრდილოური გავლენა არის ის, რომ უჭირთ პირველ ეტაპზე გახსნა და ძალიან ახლოს მიშვება უცხო ადამიანების, თუმცა თუ დაგიახლოვდებიან, მე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ხოლმე და მე დღემდე მყავს ნორვეგიელი მეგობრები, რომელთაც ძალიან დავახლოვდი და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუმცა ხო აი რაღაცნაირად პირველ ეტაპზე ცოტა უნდა შენ თვითონ ძალიან მოინდომო და ეცადა რომ დაუახლოვდე. რაც შეეხება კლიმატს, შეკითხვა მეორენაირად რო უპასუხო. ხო, საკმაოდ ცივი და მკაცრი კლიმატია, ზამთარში ცივა -15, -20 გრადუსია ოსლოში და უფრო ჩრდილოეთით, -40-იც არის ხოლმე. თოვლია, მაგრამ მშრალი კლიმატია და მაინც და მაინც მე არ მაწუხებდა ხოლმე და ვერ გრძნობდი ამას. მყოფად ციცე გიყვართ და როგორ არის? ხო, მე არ მაქვს ციცივესთან პრობლემა. ზაფხულში არის 25-27 გრადუსი, შეიძლება უფრო დაბალიც იყოს. დილას და საღამოს აუცილებლად რაღაც უნდა მოისვა. რო არ შეგციოდეს. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის რაც თბილისში ძალიან უყვართ, საერთოდ საქართველოში ქალებს ძალიან იზიდავთ რუჯი, ამის მიღება ძალიან მარტივად შეიძლება ესეთ ტემპერატურაზეც. კი, ძალიან ადვილია. ოსლოში არის ნორვეგიის ზღვა, ანუ თავად ოსლოშივე შეგიძლია გარუჯვა, იქვე არის ახლომახლოს კუნძულები, შეგიძლია იმ კუნძულებზე გადახვიდე და იქ გაირუჯო და ძალიან ადვილად წვავს სხვათა შორის ეს მზე საკმაოდ მწველია, მიუხედავად იმისა, რომ არ არის სიცხე. კეთილი, თქვენ მაია თქვენთვის როგორ იყო ოსლოსთან შეგუება? ჩემთვის როგორც ის მოლოდინი რაც შეიძლება გქონდეს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მდიდარი ქვეყნის დედაქალაქში ჩადიხარ და ალბათ განწყობაც რაღაც ისეთი რაღაც გრანდიოზული დაგხვდეს. ეს არ იყო სხვათა შორის და ძალიან უცნაური, იმდენად უბრალო და სადა ქალაქია და თავიდან შეიძლება გაოცებულიც კი დარჩენ დიდი მოლოდინით მაგხრივ არ უნდა ჩახვიდე. და გაწბილებული იყავით თავიდან. თუმცა ძალიან შინაურულად ვიგრძენი თავი, გაუცხოება არ მქონია. ოღონდ ეს სისადავე ამ ქალაქის ძალიან კარგად ასახავს ზოგადად ნორვეგიელების ბუნებას და მე რო ხვდები ამას უფრო აფასებ და ძალიან სასიამოვნოა ეს ატმოსფერო და ადულად შედიხარ ამაში, იმიტომ რომ არ გრძნობდი დისტანციას. პირადად ჩემთვის ასე იყო. როგორ იყო თვითონ უნივერსიტეტში? ბევრი ნორვეგიელი სტუდენტი იყო ალბათ თქვენთან ერთად. ჩვენი პროგრამა იყო საერთაშორისო, ყველა კონტინენტიდან იყო სტუდენტი. პირიქით ძალიან განსხვავებული ადამიანები შევიყა ერთ-ერთად. ძალიან საინტერესო იყო ამ ხრივ მრავალფეროვანი გამოცდილების გაზიარება და როგორც კულტურული ისე შემეცნებითი ხრივ. თქვენ აღნიშნეთ, რომ თავიდან ცოტა გაწბილებული დარჩით თავად ოსლოთი, რადგან რაღაცა უფრო გრანდიოზულს ელოდით. აი, პირველად მაშინ როდის მიხვდით, რომ აი ეს ოსლოა და ოსლოში სწორედ აი ასე ხდება, ხო არის რომელიღაც ქალაქში ჩადიხარ და ჯერ ვერ ხვდები აქ ხარ. თქვენც ესე დაგემართათ აშკარად. აი, როდის იყო პირველად რომ იგრძენით, რომ უკვე ეს არის ოსლო?
გაწილება ოღონდ ცუდი გაგებით არა, უფრო რომ მოლოდინი გაქვს რაღაც ესეთი ძვირფასი უნდა იყოს და ამ დროს სადა და ისეთი უბრალო ვერ იტყვი რომ ეს ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა მსოფლიოში. არა, ძალიან მალევე აი მიკვირდა რომ არ მქონდა საერთოდ ეს გაუცხოების შეგრძნება და აი აეროპორტიდან გამოსვლისთანავე და რომ შემოვედი ქალაქში, რაღაცა კარგად ვიგრძენი თავი კომფორტულად. ყველა მაშინვე ჩავერთე. რაღაც ისეთი ბილად გხვდებიან, ყველა ძალიან საყვარელია. თან ხა ნორვეგიულ ენაზე საუბრობენ, მაგრამ ინგლისური იცის თითქმის ყველამ. და დენის ბარიერიც არ იყო, რაღაცა ძალიან ადვილად გიღებს რა ქალაქი. თქვენ როდის აღმოაჩინეს პირველად თქვენი ოსლო? მარიამ. ჩემი ოსლო მე აღმოაჩინეს დღეს ჩასვლიდან სადღაც ერთ კვირაში, იმიტომ რომ რაღაცა გარემო რო ცოტა შევისწავლე და მივხვდი რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც მე შემეძლო ძალიან თავისუფლად ყოფილიყავი. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და ძალიან დიდი მიღწევა. მაშინ აქვე ვიტყვი მსვენელისთვის გასაგები რო იყოს, ხო? რას ეხება ეს კონკრეტულად. მე ვარ უსინათლო და გამომდინარე ჩემი უსინათლობიდან თბილისში და საქართველოში ძალიან მიჭირს გადაადგილება, ანუ არაფერი არ არის აქ ადაპტირებული და მოწყობილი სამისთვის, რომ მე დამოუკიდებლად ვიარო თქვა ქუჩებში, ანუ ვისწავლო, თუნდაც მივიღო უმაღლეს განათლება და თუმცა მე მინდა დავამატრო თქვენ ამას მაინც ახერხებთ მაინც ეს სტერეოტიპი ჩვენზე წინ არ მორბოდით კიბეებზე დადიხართ ყოველზე ცოცვაზე და ხო ანუ მოხერხებით ვახერხებ, მაგრამ ეს საკმაოდ დიდი იმის ფასად მიჯდება ხოლმე ენერგიის და ნერვების და ასე ოჯახის წევრობის ენერგიის და ნერვების ამიტომ ოსლოში აღმოჩნდი აბსოლუტურად დამოუკიდებელი, უბრალოდ რაღაც ერთი ორიენტაციის მასწავლებელი მყავდა, რომელიც რაღაც ერთი თვის განმავლობაში მასწავლიდა იქ რაღაცა გზებს, ახლო-მახლოს, რაც ძირითადად მჭირდება და ნაჩვენში უკვე მე თვითონ გავერკვია. ძალიან მოწესრიგებულია კომუნიკაციები, ტრანსპორტი. აი მოდით მაშინ უფრო დავაკონკრეტოთ რა მხრივ, იმიტომ რომ ეს მართლაც საჭიროებითო საკითხია ჩვენში, ჩვენ ამაზე გვისაუბრეს სხვა დროსაც დავიწყოთ იქიდან რომ თუნდაც მაშინაც საუბრობდით მე და თქვენ ტელეფონით რომ ამდუსებს რომ შევშოთ, თქვენ კი არ გჭირდებათ, მაგრამ ესიც რომ არ არის მოწესრიგებული, არ აქვს სათანადო დახრა. აი აქ ეს ყველაფერი როგორ არის გაწერილი, მოწესრიგებული და როგორ დაარღვიეს მათ საზღვრები, რომელიც სინამდვილეში არ უნდა არსებობდეს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ოსლო არის საკმაოდ მთაგორიანი ქალაქი. თბილისის მსგავსად, ანუ ის პრობლემა რომ თბილისში შეიძლება გამიგე რომ ესეთი ქალაქია, ძნელია მისი ადაპტირება და იქ რაღაცა და დახრილი ადგილები ბევრია და ძალიან ადვილია. თუმცა ერთი არის რომ იქ არის ძალიან კანონმორჩილი საზოგადოება ზოგადად და მიიღებენ კანონს რომ ეს უნდა შესრულდეს, ყველა იმას ემორჩილება და ასრულებს და ამიტომ ყველა შენობა არის, ახალაშენებული შენობა ყველა არის ადაპტირებული, იგივე პანდუსები იქნება თუ ანუ შესაბამისი დახრით და არა ისეთი რაღაც 90 გრადუსიანი დახრით, რომელზეც მსავსრულიც მგონი ვერ ჩავა. ასევე არის მცირე მხედველებისთვის კონტრასტები, არის უსინათლოებისთვის თქვა ავტობუსებში ცხადდება გაჩერებები, რელიეფურად არის ამობურცული ფილები გადასასვლელებზე, რომ ადვილად იპოვო ზუსტად რა ადგილას გადახვიდე. მეტროში რამდენიმე ხაზი მოდის ერთ სადგურზე, ერთ ლიანდაგზე და მატარებელი რომ მოდის აცხადებს რომელი ნომერი მოვიდა, ასევე ავტობუსში განრიგი წინასწარ შეგიძლია ინტერნეტში შეამოწმო და სახელიდან გამოსვლამდე უკვე იცი რა დროს რომელი ავტობუსიდან რომელი მატარებელი მოვა. და რით შეგიძლია წახვიდე და რაღაცა ძალიან მოწესრიგებულია მართლა საჯარო მოხმარების დაწესებულებებიც და ქუჩების და ტრანსპორტიც. ანუ ეს ყველაფერი ჩვენ თაგორიანი ქალაქი ვართ, ეს არის ის რომ სულ გვიმტკიცებს იმას რომ ვისაც არასურს ის ეძებს მიზეს და ვისაც უნდა ის ეძებს გამოსავალს. რა თქმა უნდა და განსაკუთრებით ეს ახალი აშენებული შენობები, ანუ ძვლის ადაპტირება მართლა რთულია ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ის რაც ახალია, იმის ადაპტირება ნამდვილად შეიძლება. უბრალოდ ადაპტირება კი არა და თავიდან უნდა აშენდეს ისე, რომ იყოს ის გათვალისწინებული. მე იმის შეცვლა ვერად უფრო რთულია, საწვალებელია და ფინანსურადაც ძვირი იქნება. მოდით ჩვენ ტრანსპორტზე რადგან საუბრობდით, რომელი იყო ყველაზე ისეთი მოხერხებული რა ტრანსპორტი აქ უფრო გავრცელებული? ჩვენ მაგალ მეტროთვის არ გავიგეთ. კომუნიკაცია ძალიან კარგია, აქ ძალიან მოსახერხებელია. მეტრო, წამყვანია, მთავარი და ავტობუსი და ტრამვაიც. ასევე ან შეიძლება გადაშტომა დაგჭირდეს, მაგრამ იმდენად აწყობილია დროის მხრივაც და ყველა მიმართულებით ძალიან კარგად მიდის. მაშინვე იგრძნობ რომ ხელა კომფორტია, აწყობილი კომუნიკაცია. ხო, ძალიან. მეტრო წამყვანია, მე ვფიქრობ, ცენტრალურ ნაწილში ქალაქში. ეხეთ ერთობა მოდაშია. ძალიან ჯანმრთელი ცხოვრების წესის ოსლო მაგხრივ, ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითი იყო. ეს არის
ბუნებასთან შერწყმული და ჯანმრთელი ცხოვრების წესის ძალიან დიდი მაგალითი არის. ეს იყო ძალიან დიდი შთაბეჭდილება. კეთილი, მოდით საინფორმაციო გამოშვებას დავეთმოთ რადიო იმედის ეთერი და მოგვიანებით ისევ დავბრუნდეთ ასლოში. კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას ასლოში და მოდით დავბრუნდეთ აი სწორედ ქალაქის ტრანსპორტს, რომლის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილია კუნძულიდან კუნძულებზე გადასასვლელი პატარა გემები. როგორც ჩვენთან შეიძლება სამარშრუტო ტაქსით ვისარგებლოთ ან ავტობუსით, ისევე არის პატარა გემები, რომლითაც გადადიხარ კუნძულზე. ოსლოს გარშემო ზღვაში არის დაახლოებით 5-7 კუნძული, ზოგი გამოიყენება როგორც აგარაკი, ან ცხოვრობს ხალხი ნაწილობრივ იქ, ზოგი უფრო ტურისტული ან დასასვენებელია, ჩადიან პიკნიკისთვის, გასარუჯად, დასასვენებლად. ისეთი პატარა ზოგი, რომ ფეხით შემოუვი და ძალიან კარგი შთაბეჭდილება ფეხით რა შემოული თავი რობინზონი გეგონება. ახლა პატარა კუნძულზე რა შეგვიძლია. ხო. მაგრამ მე უფრო ტურისტებისთვის განკუთვნილია საინტერესო, რადგან ჩვენ შეიძლება არ გქონდეს ესე 2 წელი დრო იმისთვის, რომ დავტკბეთ ასლოთი, მაინც ეროვნულ კუნძულზე რჩევდით, თქვენ ტურისტს უბრალო მოკვდავს. ტურისტი ხეთით ყველგან დასცინიან, იმიტომ რომ ტურისტი ეს არის ადამიანი, რომელმაც იცის რომ ჩავიდა და რაც შეიძლება დროზე უნდა გადაადგილდეს სხვა მხარეს. ხო, ანუ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ბევრი კუნძულია ძალიან საინტერესო. თითქმის ჩემს ყველა ძალიან საინტერესო საყვარელია, იმიტომ რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა კუნძულზე მივდიოდი ხოლმე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კუნძული არის Big Day, ანუ მიშენებული კუნძული, ზუსტად რო გადმოვთარგმნოთ, ვაშენებული კუნძული, რაღაც ესეთი ნახევარ კუნძულია უფრო ვიდრე კუნძული, ანუ ოსლოს ებმის. მიშენების პერსპექტივით კუნძული. ანუ შეგიძლია მიხვედი ამ კუნძულზე როგორც ავტობუსით, ასევე გემით. და საინტერესო და საყვარელი არის იმით, რომ აქ არის ეთნოგრაფიული მუზეუმი. და ძალიან საინტერესოა ნორვეგიის სხვადასხვა ნაწილებიდან, სხვადასხვა რეგიონებიდან არის ჩამოტანილი სახლები. ანუ აქ ადგილზე აშენებული კი არის, წარმოგიდგენთ, ზოგი არის აი იქ რო ააშენა ვიღაცამ და ძირითადად ნორვეგიაში არის ხის სახლები, დღესაც კი აქვს ძალიან ბევრი ხის სახლი, ამით უმეტეს მე-18 საუკუნეში და უფრო ადრე სულ ხის სახლებში ცხოვრობდნენ და ეს ხის სახლები არის ჩამოტანილი სხვადასხვა რეგიონებიდან და დგას ეს სახლები და შეგიძლია დაათვალიერო ნახო იქ შეხვიდე ზოგან რაღაცას აცხობენ ან გაჩვენებენ ადრე რას ჭამდნენ ეს გაცოცხლებულია ისტორია და ძალიან შთამბეჭდავი დღემდე მაგათი ისტორია დასაწყისიდან დღემდე წესჩუელებები ტანისამოსი სახლი როგორი მოწყობის იყო ძალიან შთამბეჭდავი სანახაო და აუცილებლად ურჩევთ ყველა ადამიანს ვინც იქ ჩავა ამ მუზეუმის მონახულებას და ასევე არის ვიკინგების გემის მუზეუმი ანუ ერთ-ერთი გემის ფაქტობრივად მთელი გემი არ არის ნაწილია, მაგრამ არის ძალიან დიდი, რომელიც ჩამარხული იპოვეს ადრე ძველი ნორვეგიელები, ესე ვთქვათ, ძველი სკანდინავიელები ხო ვიკინგები იყვნენ. და მათ ჯეროდათ, რომ როდესაც ადამიანი გარდაიცვალებოდა, ის უნდა დაგემარხა სიმდიდრესთან ერთად, იმიტომ რომ საიქიოშიც აგრძელებდა ცხოვრებას. და ნაპოვნი არის ეს გემის ცხვირი წინა ნაწილი, რომელიც ასევე მუზეუმში არის დაცული და ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა ეს გემების მუზეუმი, ალბათ იქნებოდით აქაც მუზეუმში ფრამი, სადაც თავი ექსპონატია თავად ეს ლეგენდარული ხომალდი ფრამია, მოხდით ამ მუზეუმში. კი, ფრამის მუზეუმი ძალიან საინტერესოა და ასევე არის სხვადასხვა მსგავსი ექსპედიციების მუზეუმები, ჩრდილოური ექსპედიციების და ომუნცენის მუზეუმი მაგალითად და ძალიან საინტერესოა. ქალაქში არის ასევე ვიგელანის პარკი, რომელიც არის უაღრესად საინტერესო. აქ არის განლაგებული ქალაქის მუზეუმი და თვითონ ამ ვიგელანის პარკის ამბავი ძალიან საინტერესოა და რომელიც თქვენგან გვიამბობს. ეს იყო დიდი ტერიტორია, რომელიც ათვისება, არ იცოდნენ როგორ უნდა ეთვისებინათ ეს ტერიტორია, სხვა პროექტები ჰქონდა თურმე და გოლფის მოედნის გაშენება უნდათ. ოღონდ ნორვეგიელებს თურმე არ უყვართ გოლფი და ეს გეგმა ჩაიშალა და ბოლოს ასეთი მოქანდაკე ყავდათ ვიგელანდი, რომელიც შესთავაზა ეს იდეა, გააკეთეს დიდი უზარმაზარი პარკი, გამწვანებული, ულამაზესი და აქ დგას ბრინჯაოს ქანდაკებები, შიშველი, სხვადასხვა სიუჟეტი და სხვადასხვა სცენა და ეს არის ძალიან შთამბეჭდავი. არის ხეივანში გადიხარ, სადაც ეს ქანდაკებები დგას და მე ადიხარ ამაღლებულ ადგილას, დიდი სვეტია, შიშველის ხეულებიდან გაკეთებული სვეტი. და ძალიან კარგი სანახაობა და შთამბეჭდავია ეს
ქანდაკებები და ექსპრესია სახის და ის სცენები რაც არის დადგმული მაშინვე იგრძნობ მოქანდაკის მიერ ჩადებულ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი და გრძნობ ამ ემოციასაც დევს შიგნით. და აქ არის თვითონ ამ პარკში არის როგორც აღნიშნეთ თავად ქალაქის მუზეუმი და აქ სამი მუზეუმია გაერთიანებული ქალაქ ოსლოს მუზეუმი, თეატრალური მუზეუმი და ინტერკულტურული მუზეუმი. თეატრის მუზეუმი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ არის ტანსაცმელი სხვადასხვა მათ მიერ დადგმული სპექტაკლებიდან სხვადასხვა ეპოქაში როგორ ეცვათ და მართლაც რა ემებს დეკორაციებს იყენებდნენ სცენაზე ძალიან საინტერესო მუზეუმია. საერთოდ უხვია მუზეუმებით, გინდა იყოს გალერეები, სხვა მუზეუმები აქვთ სათხილამურო ისტორიის, იმიტომ რომ ნორვეგიელებს ძალიან უყვართ თხილამურები და მაგათ ისტორიის ნაწილია და სპეციალური მუზეუმიც აქვს ამათ დათმობილი. და უნდა აღინიშნოს ასევე ჰოლმენკოლენი, ეს არის ტრამპლინი უზარმაზარი, რომელსაც აქვს მგონი საუკუნის ისტორია. ერთიც ამაყობს ნორვეგია, ახლა უკვე თანამედროვე ვერსია აქვთ ახალი გაკეთებული. ძალიან კარგი სანახაობა როგორც ზამთარში, ისევე ზაფხულში, როგორია თოვლის გარეშე ეს ტრამპლინი, სადაც ტარდება ხოლმე მსოფლიო ჩემპიონატები და იქვე მუზეუმი, სადაც შეიძლება მთელი ისტორიის ნახვა, როგორი თხილამურები ჰქონდათ ადრე, როგორი შეჯიბრებები ეწყობათ, დაბადებიდან ფაქტიურად ბავშვები დგანან იქ თხილამურებზე და ეს მათი ცხოვრების ნაწილია განუყოფელი. მუზეუმი მონკის მუზეუმში რა შეეჭრით არ არსებობს. თავისთავად ძალიან საინტერესო მუზეუმი. და საინტერესო ის არის, რომ ექსპოზიცია ყოველთვის განსხვავებულია. თავად მუზეუმის თანამშრომლებსაც კი არ აქვთ ბევრი ნახატი ნანახი, იმიტომ რომ პერიოდულად გამოდის სხვადასხვა ნახატი და ძალიან შთამბეჭდავია ჩვენ უფრო კივილი რო არის ყველაზე ცნობილი ნახატი, ამით ვიცნობთ მონკს, მაგრამ ამისი გარდა სხვადასხვა ჟანრში ასე ვთქვათ შესრულებული ნამუშევრები აქვს, გრავიურები და ასე შემდეგ და კარგი ის აქვს ამ მუზეუმს საშუალებას გაძლევს იქვე გამოცადო ის ტექნიკები, რასაც იყენებდა ეს მხატვარი. როგორც დიდებისთვის, ისე ბავშვებისთვის, ეს შემეცნებითი და საკუთარ თავზე რო გამოცადონ, როგორ ხდებოდა ეს. მე ყველა მუზეუმის გამოკითხეთ, რომელიც თავადვე მაინტერესებდა. თქვენ რომელ მუზეუმებს დაასახელებდით, რომლებიც თქვენ განსაკუთრებით გაინტერესებთ და თქვენ რა მქონდეთ? გითხრენ რომ იცით რა ერთი დღით ჩადიხართ ოსლოში, რას ნახავდით პირველს, აი რას მოინახულებდით, რა მოგანატრათ თავი. შეიძლება ისუაც არ იყოს მუზეუმი. მუზეუმებზე დავამატებ მაშინ კიდევ ერთ მუზეუმს, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის და ევროპაში სულ არის 3 თუ 5 ზუსტად არ მახსოვს ტექნიკის მუზეუმი. ერთ-ერთი არის ოსლოში. 4 სართულიანი მუზეუმია, უზარმაზარი მართლაც და დაწყებული ძველი ქაღალდის დასამზადებელი, აი მე-20 საუკუნის დასაწყისში რო შეიქმნა ქაღალდის დასამზადებელი დაზგით დამთავრებული, არ ვიცი, უთანამედროვესი რაღაც ლაზერული მოწყობილობებით და პლაზმურ რაღაც ძალიან ultra ტექნოლოგიები ყველაფერი. მათ შორის ოსლოს მუზეუმში ვიპოვეთ მატარებლის ვაგონი, ზუსტად ისეთი როგორც დადის მაგალითად თბილისში ოზურგეთი და ჩვენც ძალიან ბევრი ვიცინეთ ამ ვაგონზე, იმიტომ რომ რაღა მუზეუმში გადავიდეთ. იქ ექსპონატია უკვე. ექსპონატია და ჩვენთან ეს ჩვეულებრივი მოხმარების ეს არის ტრანსპორტია ჩვეულებრივი. არ შეიძლება არ ვახსენოთ ბუნება, რომელიც როგორც თავიდანაც გითხარით არის ოსლოს და ზოგადად ნორვეგიის ნაწილი, ამით უთქოს ძალიან ახლოს ქალაქიდან, ჯერ ხო ძალიან ბევრი სკვერი და პარკი აქვს და ტყე აქვს ძალიან ახლოს, ცენტრიდან დაახლოებით 15-20 წუთი გჭირდება, რომ ახვიდე ერთ-ერთ ტბაზე, რომელიც დაახლოებით 2 ან 3 კუსტის ხელაა და გარშემო აქვს მთები და ხშირი ტყე, ულამაზესი, დიდი ნაძვნარი. და ტემპერატურა თქმა უნდა განსხვავებულია და აქ დარბიან ველოსიპედზე, სეირნობენ ოჯახებით. ეს მათი ცხოვრების ნაწილია. სასეირნო წახალ შეიძლება შეგრცხოს კიდეც რომ შენ სეირნობ, იმიტომ რომ ბეიბისტოლა ხალხიც კი სპორტულად ჩაცმული იქ ძალიან ძუნძულებს ან ვარჯიშობს ძალიან აქტიურად არის დაკავებული სპორტით. იმდენად ისტორიულად ტყესთან და ბუნებასთან იმდენად ახლოს იყვნენ, რომ ვერ გაძლებენ ალბათ ზედიზედ ერთი კვირა, რომ არ გავიდნენ ბუნებაში და ტყეში არ გაისეირნონ. ეძახის ნორვეგიული სული ტყისკენ. მაგრამ თქვენ საუბრობდით ნორვეგიულ მკვლევარზე, ნათმეცნიერზე, რომელმაც დაწერა ქართული გრამატიკის სახელმძღვანელო. კი, ჰანს ფოქტი იყო ესეთი ნორვეგიელი მკვლევარი, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ქართული ენა. საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვიდა და სხვათა შორის
ზუსტად წელი არ მახსოვს. ვეფხისტყაოსნის იუბილეი იყო, მე მგონი, თუ სწორად მახსოვს. ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ქართულ ენაზე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და ქართულ ენაზე წარმოთქვა სიტყვა და მან თქვა, რომ მე ქართული უკეთესად ვიცი ვიდრე რუსული და თუ უცხო ენაზე უნდა ვისაუბრო, მაშინ ნორვეგიულად ვისაუბრებ და როდესაც ვსაუბრობთ ქართულ ლიტერატურაზე და ქართული ენის შესახებ, რატო უნდა ვისაუბრო ამ ესეთი დიდებული ენის შესახებ უცხო ენაზე და ეს იყო ერთად, ანუ ეს იყო ძალიან დიდი ესეთი გზავნილი საბჭოთა კავშირისადმი მაშინ, ამიტომ ეს იყო ერთადერთი მართლა, ვინც ესე ქართულად ისაუბრა და ფრანგულ ენაზე აქვს დაწერილი ეს გრამატიკის სახელმძღვანელო, ქართული ენის სახელმძღვანელო. ჩვენ თუ გადავუბრუნდებით ჩვენს მოგზაურობას ოსლოში, აქ აუცილებელი სანახავი, ეს არის აკერ ხუსი, სწორად გამოვთქვამ თუ არა, არც თქვენთან ნორვეგიაში როგორ ამბობენ. ეს არის ციხე-დარბაზი, რომელიც დაარსა თავის დროზე ხაკონ მეხუთემ, რომელიც არის აუცილებლად სანახავი აქ. ეს როგორც ნარიყალა ჩვენთან დაახლოებით თუ წარმოვიდგინეთ, ზღვისპირას მთაზე პატარა გორაკზე არის გაშენებული, გადაჰყურებს ზღვას. და ციხე იყო ჩვეულებრივი სათვალთვალო და დასაცავი. ჩვენ ვისაუბრე იმაზე, რამდენად მარტივია ოსლოში მოხვედრა, როგორ უნდა გავახერხოთ ვიზა. ხო, თუ ტურისტული ვიზა გვინდა, საფრანგეთის საელჩო გასცემს ამას. ხანგრძლივი ვიზისთვის ბაქოში გვიწევს დასვლა. ჩვენთან არ არის საელჩო. როგორ გადაიტანეთ ზამთრები? მაინტერესებს თქვენ მეგობრით სირა, რომელსაც გამოვართით თქვენი ტელეფონები, ძალიან მწარედ ახსოვდა ოსლოს ზამთარი. ხო, ნორვეგიული ზამთარი და კლიმატი ზოგადად მკაცრია, -25, არაფერი არ არის იქ ჩვეულებრივი ამბავია. და რთული ის არის ნორვეგიულ კლიმატში, რომ სინათლე, ხანგრძლივობა არის მოკლე, ზამთარი ძალიან ბნელი აქვს, გვიან თენდება და ძალიან მალე ღამდება. ზოგადად ოსლო ცნობილია დეპრესიულობის მაღალი ხარისხით, ან სუიციდის რიცხვი ძალიან მაღალია. იქ რო ვიცხოვრი, მე მივხვდი რას ნიშნავს კონდეს დეპრესია უბრალოდ ესე ამინდისგან, თუმცა მართლა ძალიან დამთრგუნველია და ძალიან მოქმედებს. თან თუ მუშაობ და სწავლობ, დილას გადიხარ და ცოტა გვიან მოდიხარ, მთელ დღეს ატარებ შენობაში და ფაქტობრივად სულ ღამე ხარ. ზემო ესე მეგონი შეიძლება საუბარი. მთელ დღეს ატარებ შენობაში და შოქს ჩვენი ფანჯრებიდან ვერ დაინახავ სტუდიის ფანჯრებიდან. ოსლოში ხარ. ძალიან დიდხანს გრძელდება ეს გაზაფხული გვიან დგება საკმაოდ, შეიძლება დიდი თოვლი მარტში მოვიდეს და არ მთავრდება უკვე როგორია რომ აი გავიდა ჩვენ რო ვართ შეჩვეულებრივ გაზაფხული საკმაოდ გრძელია და თუმცა თავისი ხიბლი და სილამაზე ისეთი ლამაზია თოვლიანი დიდი თოვლი და თოვლში სეირნობა თავისი პლუსიც აქვს. და ამასობაში ალბათ არის რაღაცა ზამთრის დღესასწაულები, მარიამ, რომელიც გეხმარება ამ ყოველფრის გადატანაში. კი, ანუ პირველ რიგში მას გითხრა, მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს ჩემს იქაურ მეგობრებს შორის, ვისაც ეს სიბნელი არ აწუხებდა, იმიტომ რომ ჩემს აბსოლუტურად მნიშვნელოვანი იყო სინათლის და სიბნელის განსხვავება. ამიტომ ვიყავი ძალიან ბედნიერი ზამთარს ისე როგორც ზაფხულში და ვტკბებოდი ჩემი ოსლოში ყოფნით. დღესასწაულები კი არის შობას აღნიშნავენ, შეიძლება ითქვას პომპეზურად, ოღონდ ოჯახურ გარემოში. შობა არის მათთვის ძალიან საოჯახო დღესასწაული. აი როგორი ნორვეგიული შობა, მაინც ისეთი როგორც სხვა ევროპულ ქალაქებში თუ რაღაცა განსხვავებული. ესეთი სხვა ევროპულ ქალაქებში უფრო გრანდიოზულია. იქაც კი ყველგან დგას ნაცვის ხე, ყველა შენობაში და ყველა ვიტრინაში ნაცვის ხე დგას და რაღაც ქალაქაც მეტნაკლებად რთავენ, მაგრამ ძალიან არა. და ოჯახებში ხვდებიან 24-ში საღამოს ერთად სადილობენ, იკრიბებიან და 25-შიც მთელი დღის განმავლობაში ერთად არიან, საჩუქრებს ჩუქნიან ერთმანეთს. ამის საშობაო ტრადიცია აქვთ რაღაცა ესეთი სხვადასხვა მკითხაობები რო არსებობს საშობაო ხამეებში რო იმართება. ერთი საბავშვო ტრადიცია აქვს, ესე ვთქვათ, მათ ყავთ თავისი ჩვენი თოვლის ბაბუასავით რაღაც მისე, რომელსაც უდგამენ ხოლმე პაპას უდგამენ შვრიის. პაპას უდგამენ შვრიის და ამ ბოლო დროს ახლა უფრო ანუ ტრადიციულად პაპას უდგამენ და ახლა ზოგჯერ პეჩენიებს, თხილს რაღაცებს და ის თუ მოვა და შეჭამს, ეს წელი იქნება ძალიან ბედნიერი. ეს ანა კატერინე ვესტლის დამსახურებით გამახსენდა მისი 8 ბავშვი და საბარგო დედამამა 8 ბავშვი და საბარგო მანქანა თუ კი გახსოვთ იმას, მე მთელი ავადმყოფნა გადამატანინა ამ წიგნად თავის დროზე.
ძალიან გემრიელი წასაკითხია და მთელი ქორა ამბები არის აღწერილი ძალიან კარგად და საინტერესოდ. და რაც შეეხება ახალ წელს, უფრო სამეგობრო დღესაც, ანუ მეგობრების წრეში ხვდებიან 31-ში ქალაქში იმართება ფეიერვერკი ქალაქის ცენტრში, აი სწორედ აკერბრიგის და პარლამენტის თავზე. ეს ფეიერვერკი, ну, რამდენიმე საათის განმავლობაში 1 საათამდე მე მგონი გრძელდება დაახლოებით. ვიტყოდი რომ საკმაოდ მოგრძალებულია. თითქოს ის წესის გამო აღნიშნავენ, თორე ისე რომ განსაკუთრებული მორთულობა იყოს და ეს ახალ წელს გულისხმობს. ახალ წელს. რაღაც განსაკუთრებული არ არის და მე შეიძლება მეგობრები შეიკრიბონ და ასხდნენ ერთად ისადილონ. ვთქვათ 31-ში საღამოს. თუმცა მათ აქვთ დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავენ უფრო გრანდიოზულად, როგორც ჩვენ საუბრობთ. ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული და თუ გინდა კარგად შეიგრძნო ნორვეგიული სული და მათი აზროვნება როგორია, ამ დღეს ძალიან კარგად ჩანს მათი აღლუმი ჩვენგან განსხვავებით და პირველად შემშურდა ისე ძალიან მთელი გულით, რომ ჩვენთან აღლუმი ტანკები და თოფები და ესენი ნორვეგიული აღლუმი არის ბავშვების, ესე იგი ესეთი სცენარია, რომ ქალაქის ცენტრში დგას მეფის სასახლე, რომელიც იმდენად სადაა, რომ შეიძლება სკოლის შენობა გეგონოს. აქ გამოდის მეფე თავისი ოჯახი, სამეფო ოჯახი გამოდის აივანზე და ხალხს ესალმება და წრეზე ადის მთელი ქალაქის მასშტაბით, საბავშვო ბაღების, სკოლების, უნივერსიტეტები და ჯგუფები კეთდება. ისინი ამზადებენ მუსიკალურ დასარტყამი ინსტრუმენტებით და როგორც ორკესტრი რო არის მოსიარულე. ჩაივლიან მარშირება მთელი ქალაქის მასშტაბით, უზარმაზარი გრძელი, ართავდება დროშები, იცვამენ ტრადიციულ კოსტიუმებს, თავენ ტრადიციულ ტანსაცმელს. ამ დღეს ბავშვებს აქვთ უფლება, რომ ჭამონ რამდენიც უნდათ ნაყინი და ტკბილეულობა, რაც ისე აკრძალული აქვთ ხოლმე ჩვეულებრივ დღეებში. და ის ყვავილები, დროშები, მუსიკა და თვითონ ეს იდეოლოგია აქვთ, რომ მომავალი არის ნორვეგიის დამოუკიდებლობის დღე არის ნორვეგიის მომავალი ბავშვებთან ასოცირდება და ამიტომ ძალიან შთამბეჭდავი ისეთი განწყობა მთელ ქალაქში. ძალიან ეროვნულია და ტრადიციული ცეკვები ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები მთელ ქალაქში. ეს მარშირება ყველაზე მთელი წელი რო ემზადებიან ბავშვები და სპეციალურად ქმნიან ჯგუფებს მუსიკალურს და პირადად რო ესალმება მეფე ეს ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უამრავი ტურისტი ჩამოდის ამ დღეს გატენილია ქალაქი. კეთილი, მოდით ჩვენ რადიო მედიის ეთერი მუსიკას დავეთმოთ, მოგვიანებით საინფორმაციო გამოშვებაკელი თალმინდის პროგნოზა და აი მერე ისევ გავაგრძელოთ მოგზაურობა ოსლოში. 4 შაბათს საღამოს ის, რასაც ვერ წაიკითხავ ენციკლოპედიაში და ვერ იპოვი ტურისტულ გზამკვლევში. დაინახე უცხო სამყარო კატოს სტუმრის თვალით. არ გამოტოვოთ კატოს ინტელექტუალური საღამოები 11:15 წუთზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და გრძელდება ჩვენი მოგზაურობა ოსლოში. მარიამ მიქიაშვილთან და მაია ჯავახიშვილთან ერთად ჩვენ მიმოვიხილეთ მათი ღირსშესანიშნაობების შეძლების დაგვარად, თუმცა ცხადია ამით არ ამოიწურება ყველა ეს ღირსშესანიშნაობა, რაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ და გელით ოსლოში და იქნება უკვე დაათვალიერებულიც გავხთ ჩვენოთ და მაშინ უბრალოდ ალბათ გაიხსენით და თქვენთვის სასიამოვნო მოგონება იყო. გარდა ამისა, მათ დღესასწაულებსაც შევახეთ და ფესტივალებსაც ნუ გამოვტებებთ, რომელიც დიდძალი რაოდენობით იმართება ოსლოში. ოსლო ცნობილია და გამოირჩევა იმით, რომ ზაფხულის განმავლობაში განსაკუთრებით უამრავი ფესტივალი ანაცვლებს ერთმანეთს და ქალაქში სხვადასხვა ადგილას განსხვავებული ჟანრის მუსიკას წააწყდები და ყველა ნაირი ტიპის მუსიკის მოყვარულისთვის გამოინახება ადგილი, სადაც მან შეიძლება ისიამოვნოს ამით, ქუჩაში ეწყობა ხოლმე დიდი ფესტივალებსაც შეეხება. ეს სწორედ ფროგნერს პარკთან არის დიდი მოედანი, სადაც ეწყობა ხოლმე ფესტივალები როკისაც და ბლუზისაც და სხვადასხვა ძალიან ცნობილი მუსიკოსები იყრიან ხოლმე თავს აქ. და გარდა ამისა, მე ვთქვი ცნობილი და განთქმული ოპერის თეატრი, რომელიც არის ულამაზესი, არის წყალზე განლაგებული და თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს და მარიამ თქვენ ოპერა არის ანუ შუშის, არის ახალი აშენებული, გაიხსნა გაუბრწორეთ ეს ახალი შენობა ან ოპერა ადრეც ჰქონდათ, მაგრამ ახალი ოპერა აშენდა 2009 წელს, როგორც მახსოვს და მნიშვნელოვანი არის იმით, რომ მართლა წყალს გადაყურებს ჯერ ერთი და მე შეგიძლია ფეხით ახვიდე ოპერის სახურავზე. და ეს არის ნორვეგიაში თანასწორობის სიმბოლო, რომ ყველა ადამიანს შეუძლია თანაბარ სიმაღლეზე ავიდეს ფეხით.
თავისი საკუთარი ფეხით. მათი სისადავის დადასტურება ალბათ ისისთვის როგორია მათი სამეფო ოჯახი. მაია. ხო, სამეფო ოჯახში ეთერს მიღმა გიყვებოდი, რომ საბავშვო ბაღში ერთ-ერთმა მოსწავლემ დაუწერა მეფეს წერილი, რომ მინდა რომ ჩემ ბაღში მოვიდესო და მეფემაც ესტუმრა ამ საბავშვო ბაღს და ძალიან უყვართ ნორვეგიელებს თავიანთი სამეფო კარი და ამ უშუალობით და სისადავით გამოირჩევენ და არ არის დისტანცია და ძალიან დიდი ზღვარი ხალხსა და სამეფო კარს შორის და ამიტომ ხალხსაც განსაკუთრებულად უყვართ. თვითონ სამეფო სასახლეც არ არის ძალიან გადაპრანჭული და ძალიან მდიდრული. ზაფხულობით ეწყობა ხოლმე ტურები, ექსკურსიები შეუძლია ადამიანს რომ შევიდეს, როდესაც ეს სამეფო ოჯახი არის თავისი საზაფხულო აგარაკზე წასული. და არ არის სასახლე რაღაც სასახლეში ხო შთაბეჭდილება გრჩება რაღაც მდიდრული ისეთი ძალიან პომპეზური რაღაც მოჩუქურთმებული უნდა იყოს. ეს არის საკმაოდ სადა, რა თქმა უნდა, არის ძვირფასი რაღაც. ჩვეულებრივ წნეთის სახლი. ხო, რაღაც ისეთი და საკმაოდ ძველი, ანუ მე-19 საუკუნეში როცა ეს ააშენეს და გააკეთეს იმ დროიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ მაშინდელი ელექტროგაყვანილობა ჩანს კიდევაც, იმიტომ რომ მაშინ არ იყო და მერე შეიყვანეს დენი და იმისთვის რომ არაფერი დაენგრიათ და დაეზიანებინათ, ეს მავთულები, ესე თქვა, შნურები კედლებზე გადის გარედან. და თვითონ მოდით ქალაქის ცხოვრების წესი როგორი ტემპია თვითონ ცხოვრების აქ ესეთი დინამიური ამათი ცხოვრება პირიქით ცოტა უფრო მდორე და მშვიდია. მე მარიამ ეხა ხუნობით ეთერს მიყვარო როგორი ოსლოს ცხოვრება და შეიძლება დაეწევი და გაასწრებ ძალიან კარგად, იმიტომ რომ აი აქტიური ცხოვრების მოყვარული ადამიანებისთვის შეიძლება ცოტა მოსაწყენი და დამთვრუნველიც იყოს, იმიტომ რომ ძალიან მშვიდი და წყნარი და აი ძალიან დინჯი ქალაქია. ამიტომ 4 საათზე ამთავრებენ სამსახურს, მიდიან სახლში და ძირითადად არიან სახლში განსაკუთრებით აი სიცივის პერიოდში. ზაფხულობით ცოტა გამოვლენ ხოლმე გარეთ და იქ შეიძლება ტყეში, ტბაზე შეგვხვდნენ. ბარებში უდის სმა. ხო, პარასკევს და შაბათს ეს აღომებს როგორ ატარებენ? ახალგაზრდობა ბარებში და კლუბებში დადის. ოღონდ პარასკევს და შაბათს. დარაჟენი კვირის დღეებში არიან სახლში და ემზადებიან თქვათ მეორე დღეს მუშაობისთვის, სწავლისთვის. პარასკევით და შაბათობით გაიპრანჭებიან ხოლმე, გამოეწყობიან და მიდიან გასართობად. თუ გინდა ნახო როგორია მათი პარასკევი და შაბათი, მე საკმარისია მეტროში ჩახვიდე და ნახავ ყველაფერს. უამრავ ნასვამ ადამიანს. ეს გართობაც ესეთი დინჯი იციან. არა, გართობა დალევა ძალიან ბევრი უყვართ და ესეთი კანონიც აქვთ, რომ საღამოს რაღაც კონკრეტული დროის მერე მაღაზიებში აღარ იყიდება სასმელი. ცდილობენ რომ ამით შეზღუდონ ალკოჰოლის მოხმარება. ბარებში ძალიან ძვირი ღირს და მაღაზიაში ესეთი კანონები არის და ბევრს ვამე საკმაოდ და ძირსაც ბევრ ადამიანს წააწყდები გაფრანჭულ გოგოებსაც მეტროსთან ვარ წამოწოლილი. ეთილი, მაშინ აი რა სურნელთან ასოცირდება თქვენთვის? მე თქვენი საუბრიდან მივხვდი, რომ ალბათ მიხაკ დარიჩინი ფიგურირებს სურნელის ასოციაციაში, როცა ეთერს მიღმა მათ კბილეულს განმიხილავდით. მარიამ ხო, ამიტომ ცოტა მიჭირს ზუსტად სურნელზე ვისაუბროთ, თუმცა ხო რაღაცით წააგავს მიხაკ და აი რაღაცა ისეთი სურნელია, ძალიან წყნარი, მაგრამ ძალიან რაღაც სუფთა ხალასი, ცოცხალი. იმიტომ რომ ჰაერით ისეთია, აი ძალიან სუფთა ჰაერია. რაც არ ვიცი, მთის ჰაერივით არის ძალიან სუფთა და ხალასი ჰაერი. თან ზღვისპირა ქალაქია და თუ გახვალ ცენტრში წყლის სუნი იგრძნობა, რაც ძალიან სასიამოვნოა, შეგიძლიათ ჩამოშდე და ჩემთვის ასოცირდება წყლის სუნთან და ტალღებთან, რომელიც არის კამკამა და რბილი და სიმშვიდესთან, ძალიან მშვიდი ქალაქია. მოსახლეობაც მიხედვით იმისა, რომ ქალაქის ზომა დაახლოებით თბილისის მსგავსია, მოსახლეობა არის 9 მილიონი და არ არის გადატვირთული არც მანქანებით, არც ხალხით და ძალიან თავისუფლად და მშვიდად გრძნობ თავს. და გარდა ამისა ფეხით ყველგან შეგიძლიათ 15 წუთში ამოყოთ თავი. ფეხს საკმაოდ ხო კი ნამდვილად პირველად რო ვიარე მივხვდი რომ ხო ძალიან მალე მიხვალ სხვა ადგილას ძალიან კარგად არის ეს განლაგება გაკეთებული. და რაც თორე უცებ შენი სამსახურიდან ან უნივერსიტეტიდან სკოლიდან უცებ შეგიძლიათ რაღაც 10-15 წუთში აღმოჩნდე ტყეში, ტბასთან ძალიან ბუნებაში, სადაც აბსოლუტური სიმშვიდეა, შეგიძლია
პიკნიკი მოაწყო, შეგიძლია უბრალოდ დაისვენო, შეგიძლია იმეცადინო ბუნებაში და გამოჩა ეს მინუც რომ ეს სათხილამურის ტრადიცია ხო აქვს ძალიან დიდი და სათხილამურო ტრასები არის ქალაქთან ძალიან ახლოს, მეტრო მიდის, სპეციალური გაჩერება 15-20 წუთში ხარ სათხილამურო ტრასაზე და ამიტომ მეტროში ხშირად წააწყდები ადამიანს, რომლებიც სპორტულად არიან ჩასულები და ხელში თხილამური უჭირავთ. ეს არის ქალაქის იმშვიდე და სტაბილურობა. კეთილი, მოდით მაშინ თქვენ აი განსაკუთრებით რა მიზეზით გვირჩევდით ოსლოში მოგზაურობას? არა მხოლოდ სასწავლო მიზნით, არამედ აი რა მიზეზით, რატომ უნდა ჩავდეთ მაინც და მაინც ოსლოში? მეც რომ ეკითხებიან ხოლმე ამას, ყოველთვის ამ რომ იმ ადამიანს, ვისაც უყვარს ბუნება ზოგადად, იმისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო ადგილია. როგორც თქვი, ძალიან შერწყმულია, არა მარტო ფიზიკურად ეს ქალაქი, არამედ ადამიანებიც ძალიან ახლოს არიან ბუნებასთან და მათი ცხოვრების წესის განყოფილი ნაწილია, ხო და ეს ტყე, ტბები, კუნძულები ძალიან საინტერესო ამის ნახვა, შენი ცხოვრების ნაწილი როგორ შეიძლება იყოს ეს. ანუ როგორ შეიძლება ქალაქი იყოს ტყეში ეს გადაშენება. იმის ფონზე რომ ზოგადად დღეს ისე ვითარდება ქალაქები, რომ ასფალტის და მანქანის და ბოლის მეტი არაფერი არ რჩება. და ამასთან შედარებით განსაკუთრებით სასიამოვნოა ოსლო. და აქ ოსლოში გადასცემენ არის ცნობილი სასტუმრო, სადაც ერთ ღამეს აუცილებლად ათევს ნობელიანტი, ვისაც გადაეცემა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია. ეს არის ერთადერთი პრემია, რომელიც აქ გადაეცემა. ოსლოში არის ცენტრი ნობელის პრემიის მშვიდობის დარგში, ხო? ნობელის ყველა პრემია შვედეთში გადაეცემა და ეს ერთადერთი, რომელიც ოსლოში, ანუ შვედეთის გარეთ და კერძოდ ოსლოში გადაეცემა. და ეს ისტორიული სასტუმროა, რომელიც სპეციალურად ერთი ნომერია, სადაც ათევს ღამეს ეს ადამიანი და ბოლოს ბარაკ ობამამაც რომ მიიღო ეს რო გახდა ლაურეატი, სწორედ მან ჩატარდა ეს ცერემონიაც ცენტრალურ ქუჩაზე, ამ სასტუმროს აივანზე გადმოდგება და ხალხს ესალმება. და ჩვენ ოსლური სამზარეულო არ განგვიხილავს. და ტკბილეული. სამზარეულო საკმაოდ მწირია, ბევრს ველაპარაკებთ, უფრო ტკბილეულობაზე შეიძლება. ეს არის თევზი უყვართ, ძალიან დიდი რაოდენობით თევზს იღებენ და საკმაოდ დაბალანსებულია, იმიტომ რომ ბოსტნეულს აუცილებლად იღებენ. მოხარშული კარტოფილი, იმიტომ რომ ნორვეგიაში ოდითგანვე ეს ტრადიციულია, ეს მოხარშული კარტოფილი. როგორც ჩვენთვის ლობიო იყო, ისე იმათის კარტოფილმა გადაარჩინა. ანუ კარტოფილი და სტაფილო, რაც ნორვეგიაში იზრდება და ნუ კომბოსტო. და ძალიან დიდი რაოდენობით მიირთმევენ კარტოფილს, ძალიან უყვართ და თევზი ძირითადად, რადგან ხო თავად იჭერენ და იჭერდნენ ამ თევზს ტრადიციულად. ანუ ხორციც უყვართ, იგივე ირმის ხორცი, ვეშაპის ხორცი სხვათა შორის მიირთმევენ, მაგრამ ეს ყოველდღიურად არა, ეს არის უფრო რაღაც დელიკატესები. ქაშაყი არის ძალიან პოპულარული. ქაშაყი ძალიან პოპულარულია, ორაგული. და ტკბილეულიც რომ ტკბილეული, ხო. მათი. ხო, ოსლოს განაყოფელი ნაწილი ბოლერები ქვია, ეს არის პატარა მომრგვალო ფუნთუშები, რომელიც დარიჩინით იკეთება, ამიტომ სპეციფიური სუნი აქვს. და გუგლად ვერ ჩაული იმ მაღაზიას, რომელიც როგორც წესი მეტროსთან არის ხოლმე და გასასვლელში აუცილებლად წააყოლებ ხელს. არის შოკოლადის მარცვლებით, ქიშმიშით და ისე უბრალოდ. ამის დაუგემოვნებლად არ ღირს ასვლიდან დაბრუნდა. ხო, არა, ეს ოსლოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. და ასევე ძალიან გემრიელი ნორვეგიული შოკოლადი ფროია, გახლავთ ნორვეგიული ფირმა, რომელიც აწარმოებს შოკოლადს და ძალიან გემრიელი რძიანი შოკოლადები აქვს. ერთად რძეს დიდი რაოდენობით იღებენ ნორვეგიელები, რადგან D ვიტამინის ნაკლებობა, რადგან მზე არის ცოტა ამ ქვეყანაში. D ვიტამინის ხელოვნური საკვების სახით იღებენ ხოლმე, ამიტომ არის თევზიც ძალიან პოპულარული და რძე აქვს თითქმის ყველაფერს დამატებული. პურიც კი შეიცავს რძეს. კეთილი. ამასობაში ჩვენი გადაცემის დრო მოიწეროთ, ჩვენ შეძლებთ და გვარად ვირტუალურად ვიმოგზაურეთ ოსლოში. გადაცემის სტუმრები იყვნენ მარიამ მიქიაშვილი და მაია ჯავახიშვილი. მადლობას გიხდით სტუმრად მობრძანებისთვის. მადლობა თქვენს. მადლობა. მადლობა თქვენ ჩვენს მენელს ყურადღებისთვის, გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს.